არ გამოტოვოთ. კატოს საღამოები რადიო იმედზე. საღამო მშვიდობის რადიო იმედის ეთერშია გადაცემა კატოს საღამოები. საეთერო სტუდიაში მუშაობთ მე კატო და ხმის რეჟისორი ნინო ეჩხიკიძე, სტუმრად კი გვეწვია მხატვარი თუთუ კილაძე. თუთუ საღამო მშვიდობის. საღამო მშვიდობის. თუთუ არ ემეგობრება მიკროფონს. ნინო შენ ხო გვეცი რომ ცოტა ახლოს თუ შეიძლება. ჩვენს მხატვარ სტუმრებს არ უყვართ ხოლმე მიკროფონთან მეგობრობა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოს სტუმრად მობრძანებისთვის, გადაცემის დასაწყისშიც და ბოლოსთვისაც შემოვინახავ ამ სიამოვნებას და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ის, რაც ერთ-ერთს მიყმავ თქვი, რომ ყველა ჩემი სტუმრის აქ მობრძანება ჩემთვის არის ძალიან დიდი პატივი და სასიხარულო ის, რომ ჩვენი სტუმრები ამტკიცებენ იმას, ჩვენი სტუმრობა ამტკიცებს იმას, რომ თურმე IQ-ში არ გვიჭირს ისე როგორც გვიმტკიცებენ და გვაინტერესებს გაცილებით საინტერესო რაღაცეები, ვიდრე ის თუ ვინ რამდენ ყოფს შაქარს იყრის ყავაში. პირველი პერსონალური გამოფენა შენ ეს იყო თუთუს დღეები, თუმცა მანამდე იყო არაერთი ჯგუფური გამოფენა შენი და არა მხოლოდ საქართველოში მიგიღია გამოფენებში მონაწილეობა, მაგრამ ეს რაღაცა მე მგონი ცოტა მოჭარბებული თავმდაბლობის გამო დებდი და ბოლოს დედიკაბულიას უნდა გადავხადოთ მადლობა რომ იძულების წესით ლამის დაგითანხმა იმაზე რომ გაგიკეთებინა პერსონალური გამოფენა. დიდი მადლობა მოწვევისთვის. და ხო, რა ვიცი, მანამდე მქონდა ბევრი ჯგუფური გამოფენები და პერსონალურის გაკეთება ცოტა მიჭირდა და ძალიან გამიხარდა, რომ თვითონ გალერისტი დამიკავშირდა დედიკა და რაღაცნაირად ერთად მოვიფიქრეთ და გავაკეთეთ გამოფენა. მე მგონი შარშანი იყო. და ეს ამ გამოფენას ერქვა თუთუს დღეები და ისიც ძალიან ის მოულოდნელად ერქვა, ხო თავიდან არც იცოდით, უბრალოდ დაიწყეთ მუშაობა ამ ყველაფერზე. ხო, უბრალოდ ერთად დავიწყეთ მუშაობა, ჩემთან მოვიდა სახელოსნოში და ხშირად მოდიოდა და ამ სახელზეც ერთად ვიფიქრეთ. საერთოდ ნახატებსაც რა ვიცი, იშვიათად ვარ მოსახელებს და ამიტომ არ ვიცი ესე მოხდა რაღაც სპონტანურად მოვიფიქრეთ ერთად სათაური. და აქ თვითონ თქვენ არ არქმევთ მართლაც ნახატებს სახელებს, თუმცა აქ თქვენს ნამუშევრები რაღაც უფრო ციკლურია ხოლმე. მე რამდენადაც მივხვდი, ანუ იქ არის ცალკე თბილისის თემა, ბათუმის ნამუშევრები ბათუმზე და ასევე იერუსალიმში. აქ კიდე მივალთ ჩვენ მანამდე, მაგრამ აი თუთუს დღეები სანამ ესე დაიწყებოდა დასრული თუთუს დღეები, პატარა გოგო თუთუს დღეები როგორი იყო და რაღაც ისეთი განსაკუთრებული არის, რაც გახსოვთ, რაც ისეთ იმ რეიტინგს რო ეძახიან ფსიქოლოგები და დაგჭეთ და ეს არის ძალიან ისეთი რაღაცა ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მოგონება ბავშვობიდან. ო, რა ვიცი, რაღაც კარგი ბავშვობა მქონდა ეს ერთ რამეს ვერ ვიხსენებ, მაგრამ ძალიან მენატრება და კარგი იყო ალბათ, რა ვიცი, ყველას უყვარს თავის ბავშვობა. კეთილია, თქვენ ხატავდით ბავშვობიდან, თავად ხალისობთ თქვენს ინტერვიუში, რომ როგორც ყველა ბავშვი ასევე ხატავდით თქვენს, თუმცა მე არის ხოლმე რომ ყველა ადამიანში ცხოვრობს პოეტი, ნუკნებად მხატვარი, მოდით არტისტი დავარქვათ და მე ის კვდება ახალგაზრდობაში და ადამიანი აგრძელებს ცხოვრებას. თქვენ შემთხვევაში ამ არტისტმა გააგრძელა ცხოვრება, მაგრამ თავიდან რაღაც მოხდა ესე, რომ კი გქონდათ არჩეული აკადემია, მაგრამ რესტავრატორობანას მოკიდეთ ხელი რატომღაც. ხო, ალბათ როგორც ყველა ბავშვი, ისე მეც მიყვარდა ხატვა და ეს რაღაც განსაკუთრებულად არ ვიცი, ალბათ არ ვხატავდი. და მე აკადემია ან თქვენი ოჯახის წევრებს აქვთ შემონახული? არა, სამწუხაროდ არ, ნუ შეიძლება რაღაც 1-2 ნახატი და ესე რომ რაღაც შეენახათ, არა. და აკადემიაში ჩავაბარე რესტავრაციაზე თავიდან და მართლა ძალიან საინტერესოა, მაგრამ რაღაცა ჩემი არ იყო და ვერ გავყევი ამას და ალბათ სწორი ვქენი, იმიტომ რომ ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა და რომ მივხვდი რომ შეიძლება გამეფუჭებინა რაღაცები და ისედაც რაღაც ეს ხატვა უფრო მომწონდა, არა მიყვარს ძალიან და მოკლედ არ გავყევი ამ რესტავრაციას. და ესე გადაბარგდით უკვე მე ფერწერის ჯგუფში.
არსად არ გადავბარგდი, ბოლომდე დავამთავრე დიპლომით რესტავრაციაში გავაკეთე და მე უფრო სერიოზულად დავიწყე მე ხატვა, აი აკადემია რო დავამთავრე, ერთი ალბათ რაღაც ერთი წლის მერე ან რაღაცა უკვე აი სულ რო ხატავ ყოველ დღე და რო არ შეგიძლია ხატვის გარეშე და მანამდე არა და მიუხედავად თქვენი ამისით ოფიციალური დიპლომისა, თქვენ მაინც რაღაცა გამოდის, რომ მაინც თქვენ თვითონ ასწავლეთ თქვენ თავს ყველაფერი. ხო, არ ვიცი, ძალიან რამოდენიმე ძალიან კაი პედაგოგი მყავდა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევხვდი მათ, მაგრამ ისე ხო ანუ რაღაცა თვითნასწავლი ნამდვილად არ ვარ აკადემია მაქვს დამთავრებული, მაგრამ უფრო უფრო რაღაცა მერე ჩემით ძალიან ბევრი ვხატე და ესე იქ აკადემიაში მოკლედ ალბათ თუდად ვსწავლობდი, არ ვიცი. მე მგონი რაღაცას იქონებდი. კეთილი. და აი მაშინ მოდი თქვენ სახელოსნოში გადავბარგდეთ ცოტა ხანი, მე ვნახე თქვენი ინტერვიუ, სადაც ძალიან თვალში მეცადა, ძალიან დამახასიათებელი იყო ეს რაღაც ძალიან შემოქმედებითი არეულობა და ყავის კილოში მოთავსებული თქვენი ფუნჯები. და თქვენი სახელოსნო თქვენთვის აი აქ ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნუ მე არ გულისხმობ თავის რაც ხადია მხოლოდ ფუნჯებს და საღებავებს, აი რაღაც გაქვთ რომელიმე საყვარელი ან ბრენდი საღებავისა ნახე რომ არსებობს ესეთებიც და ვიმეცადე მე საგანგებოდ და ან რაიმე ფერი რის გარეშეც ვერ წარმოგიდგენიათ თქვენი შემოქმედება, აი ტილო რომელზეც არ არსებობს რომ ეს ფერი არ დაიტანოთ საყვარელი ფერი. ხო, ესეთი რაღაც განსაკუთრებული ბრენდით არ ვხატავ რაღაც რაც მომხდება იმით ვხატავ და ფერი ლურჯი, აი მუქი ლურჯი თუ არ მაქვს ძალიან ცუთხესიათზე ვარ. ჩვენ ანუ გავეცით უკვე იმ კითხვას პასუხი რა გაყენებთ თქვენ ცუთხესიათზე უგუნებობის მიზეზი შეიძლება გახდეს ულურჯფერობა. შეიძლება და თქვენი გარდა იმისა რომ აი ნუ ხატავთ იმას რასაც გიყვართ ისე თქვენს ინტერვიუს რომ დავესესხოთ და ეს არის ნუ მათ შორის თბილისი, მაგრამ ასევე არის ქალაქი რომელიც არ არსებობს და ნუ თუ არის თუთუს დღეები შეიძლება ალბათ ვთქვათ რომ ეს არის თუთუს ქალაქი, სადაც ძალიან ბევრმა ისურვა, თქვენ შეგიძლიათ გადაცემის გვერდზე, Facebook-ის გვერდზე კატოს საღამოები ნახოთ ეს ქალაქი და შეგიძლიათ ვიზაც მოითხოვოთ იქ გასამგზავრებელი, ძალიან ბევრმა მოითხოვა უკვე ამ ქალაქში გამგზავრებით ბევრი მსურველი ვნახე თქვენს პირად პროფილზე. რა ვიცი, რაღაცა ვხატავ, კი არა, მნიშვნელოვანია უფრო ჩემთვის ემოცია და განწყობა და ვხატავ რეალურ ადგილებსაც, შეიძლება რაღაც ჩემი საყვარელი ქუჩა იყოს ან რაღაც ახალ აღმოჩენილი სახლი, ოღონდ მე რა მუშაობის პროცესში ეს იცვლება და ნახე ზუსტ კოპირებას არ ვაკეთებ იმისას. ან შეიძლება საერთოდ იყოს მოგონილი ან სიზმარი ან არ იყოს ესეთი ადგილი. ეს ქალაქი მე მგონი არ არსებობს. მაგრამ მე წავიდოდი იქ სიამოვნებით. საუჩარეთ ცოტა ამ ქალაქის. და ქვეყანა არ არის ხო ქალაქია მარტო რაღაც. ხო, არ ვიცი ხო. არ გადაგიწყვიტავთ მაგრამ. და ქალაქებს რომ ამ ხაზს რომ გავყვეთ, თქვენ როდესაც მუშაობდით იერუსალიმში, მე გამოფენაც იყო, ეს იყო ჯგუფური გამოფენა, სადაც თქვენ მხატვრების ჯგუფით ჩახვედით, აქ ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობდით, ასევე იყო ბათუმში და მე შეიქმნა ეს საგანგებოდ ამ გამოფენისთვის. და აი თვითონ როგორი იყო, აი ეს იყო ერთობლივი მუშაობა, თუ ყველანი თქვენთვის მუშაობდით და აი როგორ ხდებოდა ეს პროცესი? ესეთი პროექტი იყო და წავედით მხატვრები ერთად, ერთი თვე ვიყავით დაახლოებით, ვსერნობდით, ვხატავდით და მართლა ძალიან რაღაც ბედნიერი ვიყავი იქ. და საერთოდ ჩემი ოცნება ალბათ ძალიან კაი იქნებოდა, რომ იმ შესაძლებლობა მქონდეს, რომ ვიმოგზაურო და
რა ქვეყანაში წმინდა იქ რამდენი ხანი წმინდა დავრჩა და ვხატო, მაგრამ ნუ ესე ბევრ ქვეყანაში არ მიმოგზაურია სამწუხაროდ და რა ვიცი მეტია შეუძლებ მაგას როდეს. კეთილი, მოდით გავაგრძელოთ საინფორმაციო გამოშვება შემდეგ. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემა და ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს გადაცემის სტუმართან მხატვარ თუთუ კილაძესთან ერთად. ჩვენ შევჩერდით იქ რომ თქვენ ძალიან დიდი სურვილი გაქვთ იმისა რომ იმოგზაუროთ და მე გისურვებთ რომ რაც შეიძლება ბევრი გემოგზაუროთ და რაც შეიძლება მეტი გეხატოთ, სადაც გაგეხარდებათ და როგორც თქვენ გაგეხარდებათ და ერთ-ერთი ესეთი როგორიც იყო იერუსალიმში, როცა თქვენ იყავით გამოფენისთვის, როცა იყო მზადება და ერთი თვის მანძილზე ცხოვრობდით და ხატავდით, ასევე იყო ბათუმში და აი როგორ იყო თვითონ განსხვავება ბათუმი მაინც მეტნაკლებად ნაცნობი ქალაქი უნდა დაგეხატოთ და იერუსალიმი უფრო უცხო და სხვისი ქალაქი და მუშაობის პროცესში როგორი იყო ანგნებავთ ეს შემოქმედებითი მხარე როგორ განვითარდა? რა ვიცი, ძალიან საინტერესო იყო იერუსალიმი, უბრალოდ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ქალაქმა და რაღაც ახალი იყო და საინტერესო. მაგრამ ბათუმიც მე ვფიქრობ, რომ თბილისშიც სადაც ცხოვრობ და გგონია, რომ ყველაფერი იცი, შეიძლება შემთხვევით რაღაც უახალს რაღაცები აღმოაჩინო და ალბათ ყველგან საინტერესო. გუშინ შეირნობდი და ესეთი სახლი ვნახე, ეზო იტალიური რაღაც ძალიან ლამაზი სახლი და ანუ არსებობს ალბათ ძალიან ბევრი ეგეთი ადგილი, რაც შეიძლება იპოვო და გახდეს შენი საყვარელი ადგილი. თუმცა ბათუმში თქვენს ამ ციკლში, ბათუმურ ციკლში არის ყველაზე საინტერესო კიდევ ერთ პლუს უწერს ამ ციკლს ის, რომ ეს არ არის დამსვენებლის თვალებით დანახული ბათუმი, ეს არის უფრო რაღაც ესე შიგნიდან დანახული ბათუმი. თუნდაც ეს ბაზარი რო გაქვს დახატული. შეირნობდით, ვცხოვრობდით, ახლა ერთი თვე როცა ცხოვრობ, უკვე რაღაცა არ ხარ დამსვენებელი. და ბაზარშიც დავდიოდი ხშირად და მოკლედ ხო რაღაც დამშვენებლის თვალით არ არის ალბათ. და თვითონ თქვენ გაქვთ ესეთი დამოკიდებულება, რომ რომელიმე ქალაქი რაიმე ფერი არის, რაღაც ესეც იწევს თქვენში? არ ვიცი. არ კი როგორ არა, მაგრამ არ მიფიქრია ახლა ესე, რომ დავფიქრდე, ალბათ რაღაცა ფერი გამახსენდება თვითონ ქალაქზე. კეთილი. და თქვენ გარდა აი ამ პირველი თუთუს დღეებისა პერსონალური გამოფენისა, რომელიც იყო დედიკაბულიას გალა გალერეაში, ასევე იყო ცოტა ხნის წინ იყო თქვენი არტ-არეაში, იყო თქვენი პერსონალური გამოფენა მეორე, ეს უკვე არტვილა გარიყულას ფესტინალის პარკლებში, ხო? თუ შეიძლება რომ ამაზე ვისაუბროთ. ხო, ეს ახლა იყო არტ-არეას ში გამოფენა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ესეც ჩემთვის, იმიტომ რომ რაღაცა უფრო სხვა რაღაც გავაკეთე ექსპერიმენტივით, უფრო მასშტაბი შევცვალე და ძალიან დიდი ტილოები დავხატე. ეს დანარჩენი ტილოები ყველა ძალიან პატარაა და უფრო რაღაც კამერული და ესენი გავაკეთე დიდები და უფრო რაღაც განსხვავებული იყო. არტ-არეაში მე თვითონ დაუკავშირდი არტ-არეას და ინესტანა შულთან ერთად გავაკეთეთ ეს გამოფენა გარიყულის სახელით. და თქვენთვის იყო უფრო რთული ანგნებავთ უფრო ესეთი ეს დიდი ტილოზე მუშაობა, არა მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით, არამედ აი თქვენი სულიერი კავშირის თვალსაზრისით თუ შეიძლება ესე თქვა. პატარა ტილოში უფრო მოხერხებულად გზნობთ თავს თუ ეს დიდი სივრცე და გაშლა უფრო? არა, თავიდან რო ვხატავდი ამ პატარას, მეგონა რომ ვერასდროს ვერ შევცვლდი ამას. ისე რა მნიშვნელობა აქვს, როგორც მოგწონს, ალბათ იმ ფორმატს არ აქვს ხო მნიშვნელობა, მაგრამ ეს დიდები რო დავიწყე, რაღაც ძალიან მომეწონა თვითონ პროცესი და კარგი იყო დიდი ტილოზე მუშაობა. ეხლა არ ვიცი რა შეიძლება დაუბრუნდე ესე პატარებს ან დიდებს ან
ანუ ეხლა რაღაც ესეთი მომავალი გეგმები, ესეთი დაგეგმილი და ესეთი არა. დაგეგმილი არ მაქვს არაფერი, ხო. რაღაც ხატავისევ და რა გამოვა ვნახოთ. კეთილი. და მე ნახე ერთ-ერთი მწერლის ინტერვიუს, სადაც ის ამბობს, რომ სტილი არის მხატვარი. სტილი არის წერალი უბრალოდ. და თქვენ რას ფიქრობთ, მხატვარი მაშინ ვინ არის? თუ სტილი არის წერალი? თუ ითვისებენ წერლების სტილს? არის მხატვარი. მხატვარი. და არის სტილი. თქვენს ნამუშევრებში აქამდე რაც შეგიქმნიათ და იმიტომ რომ მომავალზე ხა ვერ ვილაპარაკებთ ხო და აი აქამდე შექმნილებში არის ისეთი რომელსაც ფიქრობთ რომ აი რა კარგია რომ ეს მე დავხატე და ამას თუ აწერე საყვარელი ნახატები არის კი მაგრამ რაღაც ან აღარ მაქვს უკვე ისინი და ერთი დამრჩა ეხა ახალი ნახატი რომელიც ძალიან მიყვარს და ეხა ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში რომ დავიტოვო ჩემთვის ეგოიზმი და აი მაშინ აი რამე პრინციპი არის როცა მხატვარს უყვარდება თავისი ნამუშევრი არის იმაზე რომ ეს კარგად გამოვიდა მართლაც თუ უბრალოდ რაღაცა თვითონ ის ემოცია რომელიც აკავშირებს ამასთან ალბათ რაღაც ემოცია რაც გაკავშირებს ამასთან და გახსენებს რაღაცებს და გიჭერს რომ შეიძლება თუმცა რაღაც ადრესზე არ ვფიქრობდი და არაფერი არ მაქვს სახელოსნოში. ან თქვენი ნამუშევრების როგორც ვიცი დაცულია ხო კერძო კოლექციებში არის საქართველოსა და ამერიკაში და ეს ცოტა ძველი ინფორმაცია შეიძლება კიდე სხვაგანაც გადამოგზაურდნენ. თქვენ როგორიც? რა ვიცი ხო არის კერძო კოლექციებში. და არის ესეთი ძალიან კარგი ადგილი არტვილა გარიყულა რომელიც ჩვენ ვახსენეთ და რომელთაც თქვენ გაქვთ ძალიან ესეთი როგორც ყველას ვინც იყოფილა ოდესმე ძალიან თბილი მოგონებები და რა არის თქვენი სურვილი იმისა რომ კიდევ რას ისურვებდით და უშუალოდ აი არტვილა გარიყულა არის და არსებობს კიდევ არსებობს ჩვენ ვახსენეთ ეთერს მიღმართ საუბრობდით გავხსენეთ კოტე ჯინჯარაძის არტელი რაჭა და აი მსგავსი რაღაცები აი როგორ ფიქრობთ კიდევ უფრო მეტი არის საჭირო ან რა კუთხით არის საჭირო აი მის განვითარება ხო ალბათ ძალიან კარგი იქნება თუ ესეთი ადგილი ბევრი იქნება სადაც საინტერესო ხალხი შეხვდება ერთმანეთს არა მარტო მხატვრები და ყოველთვის შესაძლებელი იქნება იქ ცხოვრება და საინტერესო ცხოვრება რაც უფრო მეტი იქნება უფრო კარგი მხატვრებისთვის და ყოველთვის კეთილი, აი კარგი არის და იქნებოდა ნამდვილად ეს მხატვრებისთვის, მაგრამ აი რა არ არის კარგი მხატვრებისთვის? მე რამოდენიმე მხატვრის ინტერვიუ წავკითხე, სადაც ისინი ჩივიან იმას, რომ მეტის მეტად უკვე კომერცია იმდენად შეიჭრა უკვე ხელოვნებაში, რომ თითქოს დამკვეთი ხდება უკვე თვითონ ეს არა ხელოვანი, რომელიც ქმნის რაღაცას და მე დავუშვათ მისი არტ დილერი ამ ყველაფერს ყიდის, არამედ რაღაცა თითქოს პირიქით ხდება, რომ აი ბაზარი ხდება დამკვეთი და თითქოს მეტის მეტად ბიზნესია უკვე ეს ყველაფერი და ისინი ამას ჩივიან და თქვენ როგორ მე მგონია რომ ეს თვითონ მხატვარზე და ხელოვანზეა დამოკიდებული და რაღაც მომენტში არ უნდა უღალატო თავს და მარტო იმიტომ რომ გაიყიდოს შენი ნახატი არ უნდა იმუშაოს დაკვეთას რა თქმა უნდა ძალიან ძნელია როცა სხვა შემოსავალი არ გაქვს მაგრამ თავარია ყოველთვის გულით აკეთებდე და ძალიან გიყვარდეს შენი საქმე და მაშინ რაღაც დათმობებზე ალბათ არ წახვალ და აი თვითონ თქვენი აზრით აი საით მიდის თვითონ ხელოვნება რა გზა უჭირავს და გნებავთ ჩვენში გნებავთ მთლიანად ნუ რატომ უნდა გამოვიყოთ ახლა მსოფლიოს თალკე ორღობედ და აი როგორია თქვენი აზრი არ ვიცი ძალიან ინდივიდუალურია ალბათ და ყველა აკეთებს რაღაც თავისას და ამიტომ ძალიან ძნელია ხა ეს თქვა საით მიდის
კეთილი. მაშინ თქვენ საყვარელ მეგობრებზე, წარმოსახვით მეგობრებზე, მხატვრებზე რო ველაპარაკოთ, ერთ-ერთი დანამდვილებით არის ბასკია. კი, ბასკიაც და რა ვიცი, ბევრი ეგეთი მეგობარი მყავს. აი, კიდე რო გავიხსენოთ ვინმე ვინც გაგვახსენდა. ეხა ამ წამს მახსენდება ვერმერი, ფიროსმანი მახსენდება სულ. ზარდა უფრო ახლებიდან ტვომბლი, რა ვიცი, აი ბევრი, ძალიან ბევრი მახსენდება, ვინც მიყვარს. და ისეთ ცხოველებს დაგვისახელებდით, ვინც აი ჩვენში, ჩვენ ნაკლებად ვიცით, საქმეში ჩაუხედავ ჩვეულებრივმა მოკვდავებმა და ამ დროს უნდა ვიცოდეთ და დავათვალიეროთ, რაც შეიძლება მეტი. აი რომელიმე თანამედროვე მხატვარი ხარ გახსენდება? არა, ეხა მახსენდება ეს ტვომბლი თუ ალბათ თქვენც იცით. არა, მე შევწყვი ნამდვილად არ ვიცი, ნამდვილად უკვე მე მგონი აღარ არის ცოცხალი, მაგრამ მეც უახლეს. და თვითონ აი თქვენ როგორ გონიათ, როგორია აი თვითონ გავანებოთ ხელოვნების ადგილი, როგორია მოძებნის, როგორ მე თავის ადგილს და აი თქვენ თვითონ როგორ გონიათ, აი რა ადგილს დაიკავებს და რა ადგილი აქვს თვითონ აი საზოგადოებაში თქვენს ნამუშევრებს გნებავთ აი თუნდაც იმ ადამიანების ცხოვრებაში, ვინც ისინი შეიძინეს, ხო ესე ფუჭად ხო არ ყიდულობ, გინდა რომ რაღაც შენთან იყოს ის. არ ვიცი, ყოველთვის ძალიან მიხარია მართლა, როცა ნახატს ვყიდი, ძალიან დიდი სიხარულია ეს ჩემთვის და რა ადგილს დაიკავებს, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ მიხარია თუ ვიღაცას მოწონს და ბედნიერი ვარ მაგით. და აი არის რაიმე ესეთი მეთოდი, თქვენ როგორ ფიქრობთ? პირადად თქვენც აი თქვენ როცა მიდიხართ და ათვალიერებთ არტს, ხო, გნებავთ მუზეუმში, გნებავთ გალერეაში. რამე მეთოდი გაქვთ, როგორც ათვალიერებთ, თუ ესე ძალიან რენდომულად ათვალიერებთ, ან გნებავთ რაღაცა კუთხიდან უყურებთ, საიდანაც უკეთ ჩანს? ხო, არა, ესე არ მაქვს, რაღაც ვათვალიერებ. ჩაულებრივ. ხო, მე დერთმე ჩემ მეგობრებმა მასწავლო, როცა გვერდიდან შეხედ ფრესკასო და ნუ გაცლებთ საინტერესო იქნება, თუ რაღაც შრეებს დაინახავო და ხო, მართალია შეიძლება ესე. ნუ იმ მომენტში, როცა ახლოს მიდიხარ რაღაც ნამუშევართან, თვითონ კარნახობს, რომ როგორ შეხედა და როგორ უკეთ აღიქვამ. და ესეთი საყვარელი ნამუშევრები გაქვთ, რომელიც გენატრებათ ხოლმე აი მუზეუმში მოხვედრა, რომ ისევ ნახოთ. ხო, ფიროსმანი შემილია სულ ნახო და თან მენატრება ნუ შემილია რომ ნახო და მაგ-მაგის საშუალება და ძალიან მიხარია. და თქვენს რო დავუბრუნდეთ აი თქვენს სახელოსნოს აი ფონად რაც გადის ახლა ამან გამახსენა რომ ნუ ყველა გადაცემას აქვს თავისი ფონი რომელიც მეტნაკლებად მსმენელმა უკვე იცის რომ აი ესა და ეს გადაცემა იწყება და თქვენ არის რამე მუსიკა რომელიც ჟღერს გამოდმებით თქვენს თავში ანგნებავთ ჩართული გაქვთ ხოლმე რას უსმენთ რა არის ის რაც გიყვართ მუსიკა ძალიან მიყვარს და უსმენ ხშირად, მაგრამ ესე ცალკე არ მაქვს შეიძლება კლასიკას მოვუსმინო, შეიძლება როკს, რა ვიცი, ყველაფერს გააჩნია, მანდაც გააჩნია განწყობას რა ხასიათზე ვარ, იმის მიხედვით უსმენ. და აი თვითონ მუშაობის პროცესში გიშლით ხელს თუ პირიქით? არ მიშლის საერთოდ და ძალიან მიყვარს პირიქით მეხმარება მე მგონი. არა ხართ ისეთი ჭინჭყლი რომ ხარ არ შემოხვიდეთ მე მუშაობ. სახელოსნოში მე მაქვს იმის ფუფუნება რომ მარტო მაქვს ეს სახელოსნო და ძალიან კაია, ნუ შემიძლია გამმარტოვდა. და არავინ არ მოწუხებს. ხო, ეს არა ჩვეულებრივია ნამდვილად. კიდევ მე ვიცი რომ თქვენ ძალიან არ გიყვართ ბევრი ლაპარაკი და ამიტომაც აღარ გადაგტვირთებთ და მომდევნო საათს ჩვენ მუსიკას დავთმობთ უბრალოდ და თუთოს გავეთავისუფლებთ იმის გარეუბას ახლა კითხებს და სანამ დავასრულებდეთ მაშინ გადაცემას ნინა ამდენი დაგვრჩა ჩვენ დრო
ნინა სამათითმა გადაწყვიტა ყველაფერი რომ 13 წუთი გვაქვს დარჩენილი და მაშინ ესე გეგმები არ გვაქვს მომავალი მაგრამ აი როგორ ფიქრობთ რაიმე ტექნიკურ ცვლილებას ხარ აპირებთ აი ნუ სცადეთ დიდი ტილოები მოგეწონათ მე ისევ რაღაც კამერულს დაუბრუნდით მოგენატრათ და რაიმე სხვა აპირებთ ან ქანდაკების მოსინჯვას ძალიან მაინტერესებს სხვა ტექნიკა აი ხა ჩემ მეგობარი აკეთებს რაღაც სახელოსნოს კერამიკის და ძალიან დავცადო კერამიკაც გავაკეთო რამდენად გამომვა არ ვიცი და რაღაც გეგმები მაქვს შეიძლება მასალა შევცვალოს ზუსტად არ ვიცი არა ვფიქრობ და აი თბილისის ხატვისას ეს უფრო თქვენი ბავშვობის დიდი ხნის წინ არ იყო მართალია თქვენი ბავშვობა მაგრამ მაინც ანუ თქვენი ბავშვობის თბილისს ხატავთ თქვენ როგორიც გინდა იყოს თუ საერთოდ იმ თბილისს რომელიც სადღაც ამოგიკითხავთ ოდესღაც არა მე მგონი დღევანდელ თბილისს ხატავ ხა რაღაც საშინელებები რო აშენეს იმას არ ვხატავ სადაც არ მოგწონს და რაც დარჩა მართლა ძალიან ბევრი დარჩა კიდე ის ინტილოებზე მაინც არ დარჩეს ხო ეს საშინელი ნაგებობები რაც დარჩა მართლა ყველასთვის საყვარელი და მომწონს იმას ვხატავ კეთილი ისეთ თბილისს მოდით თუთოს თუღა გავაწვალებთ ვიკმაროთ ის რაც მაგვიამბო ეს ძალიან ბევრი იყო მისი მხრიდან იმიტომ რომ ჩვენ სტუმრებს მოგეხსენებათ ვისაც უყვარს ფუნჩთან მეგობრობა ნაკლებად უყვარს მიკროფონთან მეგობრობა თუმცა მართლა ყველას მადლობელი ვარ როცა ისინი გადადებენ ფუნჩს გვერდზე და ცოტა ხნით მაინც მეგობრებიან მიკროფონს ასე იყო ამ შემთხვევაშიც გადაცემის სტუმარი იყო თუთუ კილაძე მხატვარი უღრმესი მადლობა თუთუ სტუმრად მოგზაურობისთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის მადლობა მსმენელს ყურადღებისთვის მე ხვალ საღამომდე გემშვიდობებით უსმენთ რადიო იმედს არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე